ეს არ არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ჩეხმა პარლამენტარებმა მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ჩეხეთმა უნდა შეასრულოს თავისი როლი, რათა საქართველომ დაძლიოს მძიმე პოლიტიკური თუ კონსტიტუციური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა. რეზოლუცია არის საკმაოდ მოცულობითი, აქ მოთხოვნები ვრცელდება როგორც ქართულ ოცნებაზე და ასევე ჩეხეთის მთავრობაზეც, რომელმაც უნდა გააძლიეროს ზეწოლა ქართული ოცნების ოლიგარქიულ რეჟიმზე. მოთხოვნებს შორის არის ის, რომ ჩეხი ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ჩეხეთის მთავრობას, რომ მოუწოდონ თავის მხრივ ქართულ ოცნებას ჩაატარონ ახალი არჩევნები, რომელიც არის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, რადგან პარლამენტარები ფიქრობენ, რომ საქართველო არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ კონსტიტუციონალურ კრიზისშიც არიან, რადგან დღეს ქვეყანას ყავს მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი, რომელიც კანონდარღვევით არიან არჩეულები და ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ ლეგიტიმურებად. შესაბამისად, პრაქტიკულად ეს რეზოლუცია, რომელიც ჩეხეთის პარლამენტის სენატის, უпростоრად ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა, ქართულ ოცნებას არალეგიტიმურად აცხადებს. მოთხოვნებს შორის ბუნებრივია, ახალ არჩევნებთან ერთად არის ისიც, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს დევნა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და რომ ჩაატარონ ახალი არჩევნები, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით ჩეხეთის პარლამენტი იმედოვნებს, რომ ჩეხეთის მთავრობა დაუწესებს სანქციებს ოლიგარქის რეჟიმს, ისე როგორც ეს გააკეთა ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა და სანქციების სია გაფართოვდება, რაც შეეხება ლეგიტიმაციას ქართულ ოცნებას ჩეხეთი არ ანიჭებს და მოუწოდებენ ჩეხი პარლამენტარები ჩეხეთის მთავრობას, რომ ლეგიტიმურ პრეზიდენტად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღიარონ. საქართველო დაშორდა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ნებაყოფილობით იკისრა როგორც ევროპის საბჭოს წევრმა და ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ. საქართველოში ღრმა კრიზისის გადაჭრა შეუძლებელია ახალი არჩევნების შესახებ ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკების დაუყოვნებლივ დაწყებისა და ყველა იმათ პასუხისგებაში მიცემის გარეშე, ვინც საპროტესტო გამოსვლების მიმართ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის თაობაზე ეჭვების გათვალისწინებით, კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნების მოწვევა. ნეიტრალური ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთვალყურეობით და საერთაშორისო დამკვირვებელთა მონაწილეობით, რაც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. ჩეხმა დეპუტატებმა ქართული ოცნება პრაქტიკულად ასე ვთქვათ კონსტიტუციის დარღვევაში ამხილეს, რადგან ის გადაწყვეტილება, რომელიც ირაკლი კობახიძემ არჩევნებიდან ერთი თვის თავზე გამოაცხადა, რომ გააჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მინიმუმ 4 წლის ვადით და ჯერ კიდევ არ დაწყებული მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. ეს ჩეხი პარლამენტარებისთვის არის დასტური იმისა, რომ ქართული ოცნება თავადვე არღვევს კონსტიტუციას, კონსტიტუციის 78 მუხლ, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება და ყველა ინსტიტუცია ვალდებულია გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით. ახლა საქართველო არ პასუხობს ევროკავშირის გამოწვევებს და არ იქცევა ისე, როგორც ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას შეესაბამება. ასეთია ჩეხეთის პარლამენტარების პოზიცია და პრაქტიკულად ამ პოზიციას იზიარებს ჩეხეთის მთავრობაც. ოპოზიცია დაარწმუნებულია, რომ სანქციები გავრცელდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, რადგან ეს წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, ნელ-ნელა მიმდინარეობს სანქციების დაწესების პროცესი ბრიუსელში, თუმცა სანქცირება დაწყებულია და პირველები სწორედ ბალტიის ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომლებმაც საკმაოდ ვრცელი სია წარმოადგინეს სანქციებისა და ახლა არის მოლოდინი, რომ ბალტიის ქვეყნების შემდეგ ჩეხეთი და პოლონეთი იქნებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც ოლიგარქის რეჟიმს ახალ სანქციებს დაუწესებენ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები არის ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა და სწორედ ამასთან დაკავშირებით იზრდება კონსენსუსი ჩვენ პარტნიორ სახელმწიფოებს შორის,
ჩვენ ევროპელ მეგობრებს შორის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და შესაბამისად ამისი გამოხატულება არის ის რეზოლუციები, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ევროპული დედაქალაქიდან გვხვდება საქართველოსთან დაკავშირებით და ადრე თუ გვიან ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს ამისათვის თვალისგასწორება, რომ ერთადერთი გზა ამ კრიზისის განმუხტვის და მათ შორის ევროპულ ვექტორზე ქვეყნის დაბრუნების არის არჩევნების გზით ხელისუფლების დატოვება. სასანქციო პოლიტიკის გაფართოვება პირთაწრის თვალსაზრისით და ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალის თვალსაზრისით, რომლებმაც უნდა დააკისრონ ინდივიდუალური სანქციები ბალტიის ქვეყნების მსგავსად. ეს დამოკიდებულია ჩვენს აქტიურ პროტესტზე უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად და ამიტომ არის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე ჩვენს მუშაობაზე, ყოველდღიურ მუშაობაზე იმისთვის, რომ მოხდეს სასანქციო პოლიტიკის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ გაფართოვება. მე ველოდები, რომ სანქციები, რომლებიც პრინციპში უკვე აგორებულია და მომზადებულია, შევა ძალაში, განსაკუთრებით ბრიტანეთი, იმიტომ ბრიტანეთი ბევრად უფრო მტკივნეული და ბრიტანეთს ადვილად შეუძლია მიიღოს თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ევროკავშირში, უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ მოგეხსენებათ. ამიტომ ჩემი აზრით ეს არის ჩართული, ესე ვთქვათ, ძრავი, რომელიც ადრე თუ გვიან ქართულ ოცნებას მოიყოლებს. ევროკავშირი წარმატებით აგრძელებს ქართული ოცნების არაღიარებას და ივანიშვილის რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭების პროცესს და სხვადასხვა გადაწყვეტილებებშიც აისახება, ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ქვეყანას არ ეყოლება ხალხის მიერ დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული მთავრობა.